მოცემული გვაქვს ორი ფუნქცია, ეს არის gx-ი, რომელიც არის x კვადრატს პლუს 5x მინუს 3 და ასევე hy-ი, რომელიც არის 3-ჯერ y მინუს 1-ს კვადრატს მინუს 5. ჩვენ გვევალება ვიპოვოთ hg მინუს 6-ისა. როგორც ხედავთ, აქ არის ცოტა განსხვავებული სასვენი ნიშანი თეთრ წრეში და მოდი ამ ნიშანს ვუწოდოთ ფუნქციათა კომპოზიცია. და რას გულისხმობს ფუნქციათა კომპოზიცია? ეს იგივეა, რაც hg მინუს 6-ისა. და უნდა ვიპოვოთ ეს გამოსახულება. პირველ რიგში დავიწყოთ g მინუს 6-ით, რა თქმა უნდა. ესე იგი, პრინციპი არის ისევ იგივე, მინუს 6 შეგვაქვს g ფუნქციაში, საიდანაც უკვე გამოგვაქვს g მინუს 6-ისა. ანუ თუ g ფუნქციაში x-ის ნაცვლად ჩავსვათ მინუს 6, მივიღებთ რას? ესე იგი, x კვადრატი, ანუ მინუს 6 აყვანილი კვადრატში, რომელსაც ემატება 5-ჯერ იგივე მინუს 6 და აკლდება 3. 36-ს მინუს 30 მინუს 3. ეს იგივეა, რაც 6 მინუს 3 და იგივეა, რაც 3. შესაბამისად, g მინუს 6-ისა ეს იგივეა, რაც 3. ანუ ეს გამოსახულება მარტივდება შემდეგ სახემდე, ეს არის h3-ისა. შესაბამისად, თუ h-ში y-ის ნაცვლად შევიტანთ 3-ს, ანუ 3 შეგვაქვს y ფუნქციაში, უბრალოდ h ფუნქციაში და გამოგვაქვს მისგან h3-ისა. ჩავსვათ, ანუ 3-ჯერ 3 მინუს 1 კვადრატში მინუს 5, ეს უდრის 3-ჯერ 2-ის კვადრატს მინუს 5. რაც არის 3-ჯერ 4-ს მინუს 5, ანუ 12-ს მინუს 5 და ეს არის 7. შესაბამისად, h3 ეს იგივე ყოფილა, რაც 7, ანუ საბოლოო შედეგი hg მინუს 6-ისა ყოფილა 7.